მესტიაში ფესტივალი გიზგიზი გრძელდება. მოწყობილია კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ თავიანთი პროდუქტები წარადგინონ. სტუმრების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ქართველი დიჯეები ზრუნავენ. გიზგიზი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. შარშან ფესტივალს გუდაურმა უმასპინძლა. მიზანი საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა. მარიამ ბერძენიშვილი ჩაგვერთება ახლა პირდაპირ ეთერში მესტიიდან. მარიამ, როგორი განწყობაა ადგილზე? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა კვლავ დღეს სვანეთში მესტიაში -10 გრადუსს ხდება ტემპერატურა, ამის მიუხედავად უფრო და უფრო იზრდება ხალხის რაოდენობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი გიზგიზი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. შენ სწორად აღნიშნე, აქ არის მოწყობილი სამეწარმეო სივრცე, მარკეტები, სადაც ადგილობრივებს წარმოდგენილი აქვს საკუთარი პროდუქცია და ასევე კვების ობიექტები, სადაც დამსვენებლებს, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც სვანური კერძები, ასევე სხვადასხვა სახის პროდუქცია. იმ შემთხვევაში თუ კი შესცივდებათ ადამიანებს, შეუძლიათ ცხელი გლინტვეინიც მიირთვან. ზოგადად ფესტივალი გიზგიზი უკვე მეორე წელია იმართება და ის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს ხოლმე. როგორც გითხარით, ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება და სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც უკვე ტურისტები, დამსვენებლები სრიალს დაასრულებენ და მორჩებიან, ისინი უკვე შემოუერთდებიან. ამაზე მოწმობს გუშინდელი საღამოც, იმიტომ რომ გვიან ღამით უფრო ბევრმა ადამიანმა მოიყარა აქ თავი. როგორც უკვე გითხარით, ფესტივალი გიზგიზი თავის შინაარსში და თავის თავში გულისხმობს იმას და ემსახურება იმას, რომ ზოგადად გაიზარდოს საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია. ქეთის ნამსხვრეთ, ქეიცკეიკ მესტია, წარმოდგენილ ყველა სახის კბილელობა, რომელიც ბავშვობაში საგაბრუნებს და ახალ-ახალ თავაზობთ, მაგალითად სვანური ქუდის ბეზები, შიგნით ძალიან გემრიელი მალინებით და ასევე გლინტვეინი, რაც ცოტა დაგაცვოთ, დაგაჩვენოთ და კარგი დრო გაგატარებინოთ. ჩვენ ავსტრიიდან ვართ. პირველად ვართ საქართველოში და ჩვენ გულწრფელად ძალიან მოგწონს. ძალიან კარგი თოვლია, გემრიელი საკვები, შესანიშნავია. მუსიკალურად ქართველი დიჯეები აფორმებენ და როგორც უკვე გითხარით, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა ის, რომ გვიანობამდე გრძელდება ფესტივალი და საკმაოდ ბევრი ადამიანი იყრის აქ თავს. მოწყობილი არის ატრაქციები ასევე ბავშვებისთვის და არა მხოლოდ უფროსები არიან, ასე ვთქვათ, ამ თავშეყრის ადგილას შეკრებილები. როგორც აღნიშნე, ფესტივალი გიზგიზი მეორედ იმართება, გასულ წელს ის გუდაურში ჩატარდა, წელს კი მესტია მასპინძლობს. მადლობა მარიამ. მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა მესტიიდან პირდაპირ ეთერში.